Aglosis მაგალკოლების სამხელოსო ვერფო. მოგესალმებით ძირფასო მამებო და მოწმობის კუმრები. უღრმეს მადლობას გესმით მომხსენებისათვის და ჩვენი სიხარულის უგოლფო განმავლობით. უფალი ვიტალი, საათოდ და სამი ადამიანი შეიქმნა ჩვენი სახელით. მე სიყვარ მათ შორისო. დღევანდელი კონფერენციის სიმღერასთან ერთად შეკრებილნი არიან ორი სამრეკლო. სოფელი მოგრეთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის და გორის მაცხოვრის პერსონალები. ასევე უამრავი მოყარი ადამიანი. ამიტომ გვაქვს უფლისი მეტი რომ იგი ჩვენ შორის იქნება და ეს საღამო ღვთისმსახურება წარმონახება. თქვენი ყოფებით ფერისვალების სამრევლოში. ტაძარი 2014 წელს აშენდა. პირველი წივა კი ამავე წლის 19 აგვისტოს ფერისვალების საუფლო დღესასწაულზე მისმა მაგალკოლაძის სამღვდელოებამ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინეს მღვდელ ბასილ ქოსულთან და დიაკონ გიორგი კარელიძესთან ერთად. ფერისვალება 12 საუფლო დღესასწაულიდან ეშვებია. უფალმა იესო ქრისტემ გვასწავლე რამდენიმე ხნით ადრე. სამმოციქული პეტრე, იაკობი და ივანე წაიყვანა თაბორის მაღალ მთაზე და მათ წინაშე იცვალა ფერი. თორცმა ახლდებოდა. უფალს წინდოდა რომ მოწმეს არ დაეკარგა სიმტკიცე, როდესაც ჯვარცმულს ნახავდნენ. ამიტომ მათ თავისი ხაებრივი დიდება უჩვენა იმდენად ზამთრის დატოვებასა და განახვასაც მოციქულები შეძლებდნენ. ისინი რაოდენად დასაყვარელი მოძღვარს, რადგან მათ უნდა სწორულად რომ უფალმა ჯვარცმა თავად ინება სოდით დაცემული ადამიანის გამოსახულება. Fakat yandoksa. Sıçma mahallesi kaması ötürü nara.
საქართველო ვამას სხვა საქართველო სადაში ცა ვარსკვლავების დინდება ცა არცა არის ისადარი თორე რომ ამოფწინდება გული გაფრენად მზადარი იდება შენი იდება სხვა საქართველო სადარი მინდვრები ქართლის მინდვრები ქედები მხარდაშილები თაში ტყე განაბინდები ტყეში ქორწუდა იმები ვარად შრიალებს ჭადარი ზეს უმღერიან შიტები მხარე მოსილო დიდები სხვა საქართველო სადარი ლურჯი ბალახი ხარამი წერი გოგლანობს ბალახში ფიცნულზე თოვი მარადი ვენახში ზედა ბადახში სხვა საქართველო ვინახა სხვა საქართველო სად არის როს ვარსკვლავები ხმაურით აინფებიან სათანი კლდეს მოაწყდება ზღვაურთ მეშვიდე ცაზე ატანებს კლდეებში ჯიხვი დაფრთხება გორში იგივებს ატანი ყაყაჩოს გვერდზე რაული სხვა საქართველო სად არის აქ დაიბადა სულიკო ზისკენ გაფრინდა მერანი და თუნდაც გადმოსულიყო მტერი შმაგი და ვერანი მაგეს მოჰკვეთდა ალუდა სით გავშვებდა ლელაი აქ დაიბადა სულიკო ზისკენ გაფრინდა მერანი თათ ორბის ფრთები მოიცხეს ცაში ასულა წერა ქვემოთ შრიალებს მოიცებ ყანაი დაუყევარი იქ საუღრია ონისე ბახტრიონს მოდის ლელაი თათ ორბის ფრთები მოიცხეს ცაში ასულა წერა ქარი იმღერის ნანას ზღაპარს იანბობს ჭადარი ძეცნა მალერსი თამავსო ეწვებით ნააბადარი საქართველო ვამაზო სხვა საქართველო სადარი სამეულოში ფუნქციონირებს სამეულო სკოლა სახელმწიფოების უფლის წყაროებში. ყოველი სიტყვის ამ სახელმწიფოსთან შეცდომით. როგორც მოგეხსენებათ, თავის მათ ხოლის შეიცვალებისას
გამოჩნდა ორი დიდი წინასწარმეტყველი, მოსე და ელია. მოციქულების სიხარული უსაზღვრო იყო. უფალს კი ეუბნებოდა მოციქული პეტრე. უფალო, კეთილა თანხითაც ყოფნა და თუ გნებავს, გავაკეთოთ აქ 3 კარავი, ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის და ერთი ელიასთვის. მოციქულები ფიქრობდნენ, რომ თავადაც იმ კარავში იქნებოდნენ, სადაც უფალი იქნებოდა, ან უფლის კარავში. ჩვენთვის სახელი უფლის კარავი უფალთან მარადიულად ყოფნის სურვილს გავახადოთ. ვადიმი გიჩიესო ბოროტისაგან კეთილი შვილი ვერგანარჩიესო მაცხოვნებელი შენ მათ ამწყნენდვად მიგიჩიესო დიდება მოცნებასა შენსა უფალ იეს ვაი რა კარგი საჩინო რავად მიგიჩიესო ღვთის საიდუმლო გაგტეხეს გულში ვერ დაგიტიესო 30 ვერცხლად გაგხიდეს ისიც კი განაბნიესო დიდება მოცნებასა შენსა უფალ იეს ვაი რა კარგი საჩინო რავად მიგიჩიესო შეგიწევს თვისი დახსოვე საბელი მოგახვიესო მაგრამ შეგიკრეს ხელები უფალს არ აკრიეს დიდება მოცნებასა შენსა
უფალო იესო, ვაი რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო, ავაზაკზე და გაგცვალეს, ბარაბა მაფიჩიესო, ურიგო სიტყვა შეკადრეს, გაგლანცეს, გაგათრიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო, ვაი რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო, ჩილთა გიყარეს ლერწამი ნუნებია გაგკიესო, ყრიმავს ცეცხალე ბაყრესო, კითხეს, მიქცემა თქვიესო, დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო, ვაი რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო, ბრალივეს პოვეს, გაგსაჯეს, პილატე მოგიციესო, ბრალობის სისხლი თავზე და შვილი თუ გაგიმხიესო, დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო, ვაი რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო, ხედა ბარნითა შევკითხეს, ხალხ სისხლი შეურიესო, დაგადგეს ეკლესიის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწიესო, დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო, ვაი რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო, შესამოსელი გაგხადეს, ქლავინდი მოგახვიესო, ჯვარზე გაგაკრეს, ხელფეხთა ლურსმანი გაგიწიესო, დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო, ვაი რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო, წყალი ითხოვე მოგართვეს ძმაში ნაღველი რიესო, წმინდასა შენსა საღვთოსა გვერდსა ლახვარი მიესო, დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო, ვაი რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო, მოგკლეს უბრალო ბრალითა ქვეყანა შეარყიესო, ზე დააბნელეს ფარეცა ვარსკვლავი დააფხვიესო, თავსკრეთ წამბელი განაპეს, ბოლომდე შუახიესო, დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო, ჯვარზე წაგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო, დაგმარხეს, კვდარსაც არ გეიდნენ, გასცემლი შემოგხვიესო, ქმენს ურბრძელება მათზე და დასრო შენთვის ეს, დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო, ქმენს ურბრძელება მათზე და დასრო შენთვის ეს, დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო, დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო. Sakar
70 წუთს შეუსრულდა 8 წელი. საკვირაო სკოლის შეკრებები უფრო სინელთან შეიძლება ითქვას, რომ ტაძრის გახსნითანავე დაიწყო. იმის გამო, რომ შენობა ჯერ არ ჰქონდა, ყოველკვირეული შეკრებები იმართებოდა პირველი მესამე წლის თვეას სახლში, სადაც საამისოდ გამოყოფილი ჰქონდა ერთი პატარა ოთახი. საკვირაო სკოლის შენობა კი აშენდა 2016 წელს და შეკრებებმა ის გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ მზადი საკვირაო სკოლის აშენებაში ლომის წილი ბატონ ზაურ საგანელიძესა და მის მეგობრებს მიუძღვის. ისინი დღემდე აგრძელებენ სამრევლოს გვერდში დგომას. რაც შეეხება ბავშვების ძალოთას და საკვირაო სკოლის შეკრებებს, ეს ცოტა მოგვიანებით დაიწყო. საჭირო იყო, რომ ბავშვებისთვის შექმნილი იყო ისეთი გარემო, სადაც ბავშვები სულიერი საზრდოს მიღებას შეძლებდნენ და ამასთან ერთად იქნებოდა სახალიფო და გასართობი. ბავშვის სიხარულით მოუწოდა და გაიჩენდა მოწინა მეგობრებს. ბავშვების საკვირაო სკოლის პირველი შეხვედრა ჩატარდა 2017 წლის 20 წლის საღამოს 7 საათზე. პირველ შეხვედრებზე ხშირად ეწყობოდა შეჯიბრებები ლექციებსა და ანდაზებში, ასევე საეკლესიო დღესასწაულებისა და ნივთების სამსახური ფოტოსურათების გამოცემაში. აი ესე დაიწყო საკვირაო სკოლის პირველი შეკრებები. თაველი სამშობლოდანვე. აქ შემასწავლეს ლოცვა და რწმენა. მოჟასმიტა ჩემი საძვალე, გოგებაშვილმა ამიგაენა. აღმა შემებლის სამშობლოდანვე. აქაა ჩემი სული საუბრო, სადაც სიმღერი თომებს უგებენ, სადაც ყოველი ლექსად საუბრო. მე სააკაძის სამშობლოდანვე. თამარის სისხლი გადამდის გულზე, უფლის სიყვარულს ხავს რომ სწირავენ და წმინდა საროვი ნახიდის ფულზე. მე და პიროსნობს ერთი ვიტავო, გალაქტიონის დამყურებ ღამე. სწორედ აქაა ჩემი სამშობლო, დედა ღვთისმშობლის სიუხვეთი მხარე. მე ქეთევანი სამშობლოდანვე, მისი სისხლი ვარ, შვილი ვარ, და ვარ. აკაკის ნასუმ ქაეს ვისუნთებ, ილიას გამბი ვიტაზე დავალ. ჩემი სამშობლო ვერ ვიქნის ასად, კაცობრიობით ვითა შექმნიდან ვია, გახლავარ საქართველოდან, გენიოსა და გმირთა ქვეყნიდან.
საკვირაო სკოლაში თავდაპირველად მხოლოდ საწყობელი ბავშვები იყვნენ. რაც შეეხება საკვირაო სკოლის ახალი უფრო მოზრდილი სამხედრო საშენებას, ის 2022 წელს აშენდა, პირველი შეხვედრა კი ამავე წლის 24 ოქტომბერს ჩატარდა. ამ საკვირაო სკოლის აშენების მიზეზი იყო ის, რომ ძველ საკვირაო სკოლაში ბავშვები ვეღარ ეყოლათ. საკვირაო სკოლაში იმართება ყოველკვირეულად შეხვედრები როგორც პატარებისთვის, ასევე უფროსი მრევლისთვის. საკვირაო სკოლაში თავდაპირველად მხოლოდ საწყობელი ბავშვები იყვნენ. ახლა კი ქალაქებიდან და რაიონებიდან წუნობს. დასწრება თავისუფალია. ბავშვების ასაკი შეზღუდული არ არის. საკვირაო სკოლის შეხვედრებზე ბავშვებთან ერთად ძირითადად მცხოვრები წევრებია. ბავშვების რაოდენობას რაც შეეხება, ყოველ ოქროთს სხვადასხვა რაოდენობისაა, რადგან როგორც ზემოთ მოგახსენეთ, დასწრება თავისუფალია. ძირითადად ბავშვების რაოდენობა 100-დან 150 ბავშვამდე მერყეობს. სამრევლოში გვაქვს შეგებებები, შობის, აზროვნისა და ფერისთავების წესწავლასთან დაკავშირებით. გამარჯვებულები კი ბანაკი ჭიდროდებიან. უკვე არაერთი ბანაკი მოეწყო გამარჯვებულთათვის ვაკურიანში, ბოშურში, ატენსა და ბუკნარში. სამრევლოში გვაქვს ბანაკის შენობა, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ბავშვები რამდენიმე დღით სტუმრობენ. ეცნობიან ერთმანეთს მეგობრდებიან მონაწილეობა სხვადასხვა სულიერ, ინტელექტუალურ და სპორტულ აქტივობებში. მოილოცავენ შესაკანთიაში არსებულ სიწმინდეებს და ღირსშესანიშნავ ადგილებს. ბანაკის შენობა 4 ოთახისგან შედგება და სულ 32 ბავშვია გათვლილი. ახლა კი შემოგთავაზებთ მცირე ვიდეოს ბანაკებიდან. პირველ რიგში დამამახსოვრდა აქ ყოფილი ადამიანების ერთობა, სიყვარული და ერთმანეთზე ზრუნვა, იმიტომ რომ არ ვიცი, აი მართლა საოცარი გარემო იყო ეს 4 დღის განმავლობაში, იმიტომ რომ რა ვიცი, ყველა ერთმანეთზე ზრუნავდა, ყველა ცდილობდა რომ ერთმანეთი გაგვემხიარულებინა და რა ვიცი, ძალიან მომეწონა და აი თითქოს რაღაცა სხვა აი რეალობიდან ცალკე გარემოში იყავი ამ 4 დღის განმავლობაში, ძალიან კარგი იყო. მე ამ ბანაკში ის ვისწავლე, რომ მხოლოდ ჩვენ თავებზე არ უნდა ვიფიქროთ და სხვასაც უნდა ვისრულოთ. მე ამ ბანაკში ვისწავლე ის, რომ სხვებზე ზრუნვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან დიდ ბედნიერებას გვანიჭობს ჩვენ. დილაობით ვიღვიძებდით 8 საათზე და გქონდა დილის ლოცვა. შემდეგ იყო 7 დღის ლოცვა და ტრაპეზი. ასევე ბავშვებს ჰქონდა წიგნები წამოღებული, რომ სკოლის მასალას არ ჩამოვჭეთ და დაახლოებით 2 საათი მეცადინეობდით. შემდეგ იყო წიგნის კითხვა და იყო ტრაპეზი. ასევე გავდიოდით გარეთ საციგაოდ ან სტადიონზე რამდენიმე საათით. მე მქონდა ხოლმე 7 გზის ლოცვები და რომ მოვდიოდით, მქონდა ტრაპეზი. აბა შუმათ ვიყოთ ბიჭაკო და გოგო გამგანინები. ყველა ვიყავთ ერთობაში და გეგონება ახალი ოჯახი შეიქმნა აქ. დაუკარით სანამ ცაზე ვარსკვლავები ინთება დროს და სიცეს სიმღერებით გაუსარით თორემ მერე უკვე გვიან იქნება ამღერეთ ყველა სიმი ყველა ბაგერა განათეთ დაბლამიცა მაღლასა სიცოცხლეში არ იქნება სიყვარულზე დიდი საოცრებო სხვა ამღერეთ მელოდია დაუმღერეთ სიყვარულის ლამაზლებს ეს ცხოვრება უსასრულო მოგონია მოვეფეროთ ერთმანეთს აგი პური გამოგიცხეთ მეტი საშუალება არ მქონდა პენსია ჯერ არ ჩამრიცხვია მოშებულები იქნებით შორი გზიდან ჩამოხედით და მიირთვით აი ბებო რა პური რა ამღერეთ ყველა სიმი ყველა ბგერა განათეთ დაბლამიცა მაღლაცა სიცოცხლეში არ იქნება სიყვარულზე დიდი საოცრებო სხვა ამღერეთ მელოდია დაუმღერეთ სიყვარულის
ლამაზლებს ეს ცხოვრება უსასრულო ნუ გონია მოვეფეროთ ერთმანეთს როგორებიც იყვნენ ეს ადამიანები, ისეთი ეგონათ სხვაც. მე ვარ იამინდიაშვილი, ჩამოვედი ბრეთიდან. ძალიან მიხარია რომ ვიყავი ამ ბანაკში. ჩვენ ვიყავით 5 დღით და ეს 5 დღე იყო ძალიან ბედნიერი დღეები. გავიცანი ბევრი ბავშვი, რომლებიც არიან ძალიან მეგობრულები და მხიარულები. ასევე ჩვენ ვიყავით შინდისის გმირების მემორიალზე, უფლის ციხეში და ატენის სიონში. ეს დღეებიც დამამახსოვრდა ძალიან კარგად. მიხარია რომ ამ ბანაკში ვიყავი. შემდეგ მამაოს ძალიან გაუხარდა. თქვა რომ გული გამიწვაო, თქვენ როესაც სექციელი გააკეთეთო. შებორგავს დაიწვის ყოველი, გამოუცნობი ცეცხლი მაშინებს. ამ ქვეყნა დაბარისთვის მოვედი, გემუდარებით აღმომაჩინეთ. აღმომაჩინეთ იქნებ ვინავა, იქნებ წყარო ვარ უკვდავებისა, იქნებ შრიალებ თქვენს წინ ჩინარად, იქნებ ცრემლი ვარ ცრემლი შვებისა. იქნებ კვირტი ვარ, იქნებ ბალახი, ხელი შემახეთ არ შეგაშინეთ. ნუ გეყოლებით თუნდაც ნანახი, გემუდარებით აღმომაჩინეთ. ამღერეთ ყველა სიმი ყველა ბგერა განათედ დაბლამიცა მაღლასა სიცოცხლეში არ იქნება სიყვარულზე დიდი საოცრებო სხვა დღეს არის ბანაკის მეორე დღე, 17 თებერვალი. დღეს ტრაპეზრებმა გავიღვიძეთ 7 საათზე. დაუკარით სანამ ცალზე ვარსკვლავები ინთება დროს და სიძე სიმღერებით გაუსარით თორემ მერე უკვე გვიან იქნება ხოლო სხვა ბავშვები 8 საათზე ათქმენ. Una mattina mi sono alzato, oh vela ciao, ciao, ciao. Una mattina mi sono alzato e ho trovato l'invaso. აქ არის სიხარულიც, აქ არის გართობაც, არის შემეცნებითი აქტივობები, არის სპორტული აქტივობები. არის ხან მოწყენაც, ხან ბუზგუნიც, ვარჯიში და დატვირთვა და ასე შემდეგ. ღმერთის წყალობით ვცდილობთ რომ ამ ბავშვების გვერდში ვიდგეთ და ჩვენ ძალიან გვახარებს მათთან მეგობრობა. ეს თვითონმა ბავშვმა ძალიან კარგად იცის. თუ რომელიმე მარიცის ეგეთ ჩვენი ბრალი ალბათ ვერ დავანახეთ ის სიტყვა და სიყვარული რაც საჭიროა. თუმცა ამის ცდილობა კი გვაქვს. ამღერეთ მელოდია და უმღერეთ სიყვარულის ლამაზლებს ეს ცხოვრება სასრულო ნუ გონია მოვეფეროთ ერთმანეთს
გადით ქარუნო ნოღონთ ჩამძახონ სასიხარულო ტრის დამარცხების ხმა დარხეული დეგადიქელოს ჩემს ხელ შემდეგიქნება თავუთქლოს მაშინ შეკრებენ ჩემს ზვალთან რობას სუზუქში დროშებს გაშლიან დროშებს ელოდა შავი არშია და დაუმარხავენ სუპალაზე მათ ვინც გადეხა სიმაგრე მტერთა საოცნებო დროშა ვინც გაშალა თავისუფლებას ვინც ენაცვალა
ამჟამად თანდაანის სკოლაში ფუნქციონირებს გალობის, სიმღერის, ხატვის, ხელშეკრულების და საღვთო შემოწარმეების წრეები. წრეები ბავშვებისთვის არის უფასო. თითოეული წრის მიზანია ბავშვები დაუახლოვოს ეკლესიის მასწავლებლებს, გაცნოს ხაზზე დაახლოვოს მას. ღვთისმსახურის და ღვთისმსახურების ხელშეწყობით აშენდა სპორტული დარბაზი. სულ ხელოვნების წრეებთან ერთად ფუნქციონირებდა სპორტული წრეები, რათა ახალგაზრდების საკითხაობა როგორც სულიერ და ინტელექტუალურად, ასევე ფიზიკურად. დარბაზის შემოქმედებაში მრავალმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. რისთვისაც უღრმეს მადლობა ღვთის მას და თითოეულ თქვენთაგან. ეს ღონისძიება სწორედ ხის ადიდებდა და წმინდანის სამადლებლად მას. სამეურნეო სკოლის სულიდან გამოიცა რამდენიმე საბავშვო წიგნი. ეს წიგნები ემსახურება სამეურნეოს განვითარებას და ბავშვების სკოლში ღვთის სიტყვის დაკითხვას. ახლა ჩემი ფიქრები მომავლისკენ გარბია. გამიგონეთ ქართველის ყველა ფიქრი გარბია. ავიდროის უსაღი სისასტიკის მხრობელი დროის უკვე მართობის წინით გაუქმებელი თავის ვიმართლეთ ასეთი ჯერიშე დაწროება ცხოვრებით გამქონდა ნაცისტების ცხოვრება ეხლა ვხვდები ყველაფერს მაგრამ ის ზოანი ყოფან ღმერთის მომესმის შინგან ადამიანი სინაგურის წამს განსა ყველა ამოქმედარიც მინდა სული გავრეცო ღმერთის იყო მხედარი მაგრამ ერთხელ დალახოს ვეღარ შევეკონებას უფაგრობის ზამები აი ჩემი ქონება ზამთარია ჩემ სულში ზეთის ფერადან თოვარი აი ჩემი მეფობის სოფროს მონაპოვარი ეკლავდაო ავსა და სიკეთეში ცხოვრება ცოდა იმედარი ჩემს მომავალ თაობას უფლის ყველაზე უარეთ ნაცვლად მათმაუმისა მოხილებით შეაგეთ არი ამბიონისა გონება არ გაუთმოთ ცოდვას ფიქრად მოწოლს ბოროტებას ნუდარგავთ ჩაიხეთე ფობოთ წმენით მამა პატულით ახათქულეთ თასები კანის ნამოქმედაში ნუღარ დანის გავწევით გახსოვდეთ რომ ამ ქვეყნად არაცებობს პირადი მოგმა გაუნაწილეთ მიუსახავს მიუახლოს პატიების მომთხოვნეს მუშტებს მიმოუღერეთ უგანეთეთ ნამდვილ გზნობებს უმღერეთ ჯოჯოხეთის სოცნაში გამაგონეთ საავადმყოფო მინდა სულმა ქართულმა სასეირნი ყალეკოს ჯერა მეიმედება რომ გოლგოთას გავევლით ქართულ სულსაც დავანთეთ საზზე ჩირას განივით დამანახეთ ქართველი როგორ აშენდა ჩამომძაფეთ რომ დილა ბედნიერი გათენდა მამაპატის ნასისხლად ქუჩა დარჩაურია რომ ქართველის მოსული ყველა დამარხულია გუნდმა იატონების გული შემომიგრიოს ვისაც სულია სოცხლე სული სიმანიძიოს ვენკი მიტელეთასთან მოახდინეთ თანხოდრა დამანახეთ ბოროტი მადლმა როგორ გახეთნა რაღაც ვიქრა მიწავა სორან არ განჩენია აწკო თქვენ არ გიცალა ომავალი ჩენია Ari numeris caracra
ნეტა ამ ხედებს ქვეყანაზე რა შეეძება ცხედაძებითა დასულა მოწვავედრება წელს როგორც ავდე საქართველო ზისკინ ხომილი თავსა ხომია იალბუზის ელაფარობილი სკოლოცულო სადახალოს ხმადახაერდე და საქართველოს პრეზიდენტობას გამჩესავედრე ღვთის ვენახები ღვთის ყანები ღვთის გალავნები ღვთის საფლავის წმინდანები და თალაუნები ზოგი ციხეა შეკივლება ზოგი გაფრენა ზოგ საუშია ხომაზდივით მისელი აფრება ზოგი მუსტია მუქარა ზოგი გინება ალაყაფები კონგურები ზოგი გინება ზოგი ამაყილეოა ზოგი გასროლა ზოგი ჩოიდა ციზა მიწის მოსა სასწორად წერმა იხულა იყვაքը ცეშეება ხალხა დუმილა წილყვავება გაბუდეება ვითონად ელი საქართველო ერთი ციხეა დაქილერია მტერო მაგრამ ვერ აგებია დიდება თენდა ხოროსანო ბერო მამებო თქვენ შეგინახავთ ენა ჯულიერი სამეფო იგნეს თუხეთხა მონახდე ნაპოლეონები და საქართველო თუსიკაზე გოლიათები ვინაცაა ნიკოტინდა შედი ცხოველი დიდება მისლა მიანა ის ცხოველი უთხეილიყო ის გასტა კადეში ვარდია ის განადის მის საყანი მისი არტია ვინაც პირველად დაიმღერა ვეფხუდა მოკლენ ბუთ მისენა დადავა ვეხმო ირითხულონო ალატონო ოსტა შეგირნო თუსადმე რამე ცოდ ვახონდე ღმერთი მაქე ოსტების ლოდო ჩამოსვლილო ჩამომცხრეულო შენ ჯვალოსებო გატანჯილო შემოსწავლო ოღონდ ბუჩინო გალავნებო ნაგებო პრივა ნაბძარია ყველა შენი ნაკაცის მწივა განმისწრეს მიწა შეგიფხალო თუ გივერაგო შენ საქართველოს ხარაბჯარო გასწირანგო ჰეი სიმღერის ექსიღაძრავ შენი გოსანი ვაზი და პრესკი შენი მხარე მარად იქნება და საქართველოს ხეებზე ზიშუ ბოსანი გას მესმი ხონე მარად იქნება მადლობა უთხრა მათი შემოქმედებისათვის და რაც თავარია
ჩვენ კარგი მაგალითი გვაქვს ორი სამრევლო სკოლის გაერთიანება არის, ანუ ქალაქი და სოფელის არიან გორელი და გორისა და გორის ფერისვალების ტაძრის და მებრეკისის იოანე ნათლისმცემლის სკოლის სამრევლო სკოლის სამრევლო საკვირაო სამრევლო სკოლის მოტაფეები და მინდა ვთქვა, რომ ძალიან აქტიურები არიან ეს ორივე სამრევლო სკოლა, ბევრ ღონისძიებაში მონაწილეობენ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის დაკავშირებული სასულიერო პირების ასევე აქტიურობასთან თავიანთი მსახურების ადგილებში. ბევრი ახალგაზრდული პროექტი ხორციელდება დღეს საქართველოში. მაგრამ ის რაც სამრევლო სკოლას შეუძლია ჩვენი შვილებისათვის გააკეთოს, ამას ვერ გააკეთებს მინდა ვთქვა სხვა ტიპის დაწესებულება. პირველი საზედაც მივაქცევ ყურადღებას, ეს არის, რომ ყველა სამრევლო სკოლაში არის საუბარი საქართველოს სიყვარულზე. ის რაც წარმოადგენს ჩვენი ერის თვითშეგნებას, კულტურას ჩვენი ერისა, იქნება ეს ფოლკლორი, პოეზია, ხელოვნების სხვადასხვა დარგები თუ რეწვა, არაჩვეულებრივი ლექსები იყო დაკითხული და ძალიან კარგად იყო დაკითხული ეს ლექსები და მინდა რა თქმა უნდა თქვა იმის შესახებ, რომ არის საერთო ზოგად საკაცობრიო ღირებულებები, ზოგად საკაცობრიო კულტურის ნიმუშები, ძალზე მნიშვნელოვანი, ძალზე ლამაზი, მაგრამ სანამდე უბრალოდ სანამდე გაუგებ სხვა ერის მიერ შექმნილ კულტურულ ფასეულობას, ალბათ ყველაზე ბუნებრივი არის, რომ ის რაც წარმოადგენს შენსას, ის შეიყვარო და შეიყვარო შინაარსობრივად, იცოდე და მერე უკვე აქედან შეიძლება ზუსტად დააფასოს სხვა ერის კულტურაც, მისი ღირსებაც, მისი ეროვნული ფასეულობები და ზოგჯერ რა მინდა ბავშვობისას, რომ ჩვენ ქართველებს ვახასიათებთ, თქვათ, მოდაზე აყოლა, უკაცრავად ასეთ სიტყვას ვიხმარ ქართული კუდავნიკობა და ძალიან მყარად უნდა იცოდეს ჩვენ, რომ მოდური ინგლისური სიტყვები, თქვათ, ნებისმიერი ფრანგული, რუსული თუ სხვა რომელი ტენდენციად ჩვენ ასე ვთქვათ განვიცადეთ საუკუნეების მანძილზე, ვერასოდეს ვთქვათ ვერ ჩაანაცვლებს და ვერ გამოხატავს იმ შინაარსს, რომელიც გამოხატავს ვთქვათ ვეფხისტყაოსანმა, დავით გურამიშვილმა, ნიკოლოზ ბარათაშვილმა
გამსახურდიებდა ასე შემდეგ და აი ამის ცოდნით შეიძლება შეიყვარო ლიტერატურა, პოეზია, შეიყვარო რასაც ქვია ობილსიტყვაობა, ენის წაგნულობა, მიხვდა რას ნიშნავს და რომ ეს ყველაფერი მე აქედა ხვდები რომ სხვა ენებსაც გააჩნია ფრანგულს, ინგლისურს, გერმანულს და ასე შემდეგ მაგრამ ეს რო გაიგო შენი უნდა იცოდე და შენი უნდა გიყვარდეს და ესე რომ მოდურობას ახასიათებს ის რომ აყვები რაღაცას და ძალიან ზედაპირულად იმას გაეცნობი და შინაარსობრივად ვერასოდეს ვერ ჩაწყდები. და შინაარსობრივად რომ ჩაწყდეს, უნდა იცოდე კარგად ის, რაც ერთ შენია და შენ გახასიათებს. აი სამრევლო სკოლას დანიშნულება ზუსტად ამაში ხედავდა. პირველ რიგში რომ აი ეს შინაარსობრივი სიყვარული საქართველოსი ჩვენს ვილებს იარწოდოთ. თუ დღევანდელი რეფორმების ფონზე შეძლო ეს თემა განათლების სისტემამ ძალიან კარგი იქნება. ბოლო შემთხვევაში ამ ბოლო წლების მანძილზე განათლების სისტემა ამ ფუნქციას ვერ ასრულებდა. სამწუხაროდ ვერ ასრულებდა. და ამიტომაც სამრევლო სკოლებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ესე მარტივად გულისხმობა ამ ერთობლივი ძალისხმევის გადაბიანების და ხოთვათ არ იყო განსაკუთრებული რაღაცა მონაწილეობა ბიზნესმენების რაღაცა რომელიმე ცალკეული ადამიანის. აქ იყო ერთობლიობა მონდომებისა, რომელიც შეიკრება და დადო ეს შედეგი. აი ეს შეგვიძლია ყველა სოფელში. ეს შეგვიძლია ყველა უბანში გავაკეთოთ. და ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ბავშვებისთვის. მე შეეხება მაქვს უთროეთში მცხოვრებ ქართველებთან, რომლებიც განიცდიან, რომ მათმა შვილებმა უკვე თაობა წამოვიდა, დაბადებული არის გაზრდილი, არ იციან ქართული ენა. ძალიან უნდა მშობლებს. ზოგ შემთხვევაში წუხან კიდე იმასაც, რომ ის აღდა ბაბანის მიიღეს ჩვენმა შვილებმა იქა, რაღაცნაირად ვერ უთმობა ქართულ ხასიათს. ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა გარემოა, სხვა მოთხოვნებია, სხვა შეგნება შენი თუ ხარ უნდა გაიზიარო და იმ პირობებში უნდა ითხოვო. თუ არ მოგწევს, მაშინ ადექი და წამო. ეს არის. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ აი ესეთ სამრევლო სკოლებს უთხოვეთშიც აქვს დიდი დატვირთვა და მნიშვნელობა, იმიტომ რომ ისინი ხდებიან შემაკავშირებელი ხიდი მამა-პაპის საშუალებით. სამშობლოსთან, ანუ წინაპრების ქვეყანასთან. მე დავავალებ ახლა ჩვენი ბავშვი, რომელიც დაიბადა ინგლისში, მას ისევე უყვარდეს საქართველო, როგორც მას უყვარს ისტორია. არის ისეთი საქართველო, არის საქართველო. და ბავშვი ძალადობა იქნება, იცი რა, არ არის. მეგობარი ჩაურეკავს, აზროვნება იქ ჩამოუყალიბდა. მაგრამ აი ზუსტად ფოლკლორი, ხელოვნება კარგად გაგებული, შინაარსობრივად გაგებული, მასში გააღვიძებს იმედია იმ სიმებს, რას სიმებითაც არის
ადამიანი დაკავშირებული თავის სისხლთან. ამიტომაც აი ძალზე მნიშვნელოვანია შრომა, ასწავლებლების შრომა, ეკოლოგია, კიდევ ასწავლებელი ფეთევარი, გავაბატონი მანანა, ყველანი აი ეს შრომა ძალზე მნიშვნელოვანია ისე. მე მინდა ვთქვა, ჩვენ არ უნდა ვუყუროთ ისეთ აი რაღაცა არის ეს ცდილობები, ეს ძალიან კარგი პროგრამა არის, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოს თანამდებობაზე და ფოლკლორული ქართული ფოლკლორის შესწავლილი პროგრამა არის, რომ სოფლებში მოხვედეთ, ქალაქებში მოხვედეთ, მაგრამ ჩვენ ამას არ უნდა დავეღოთ. ჩვენ საზოგადოებამ ჩვენებიდან უნდა ვიმოქმედოთ აუცილებლად. ეს ასეთი დრო არის და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დრო არ დავკარგოთ და ვფიქრობდი, რა შეიძლება კიდე იყოს საბრალო სკოლებში. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იყოს, რომ მამამ ვასილე მეუბნებოდა, რომ ესე იგი ამ ბანაკებში თვითონ ბავშვები ამზადებენ საჭმელს. და ეს პატრიან მომზადებული არის რაციონი დღისათვის. ეს ძალიან კარგია, მაგრამ აი კიდე რასაც ვისურვებდი მე, რომ საბრალო სკოლებში ისწავლებოდეს, თქვა, ეს არის საკითხები ეტიკეტისა. ეტიკეტის საკითხები, რომელიც არის კულტურის ნაწილი, ცდილობის ნაწილი ყველა კულტურული ადამიანის. და რაც თავარია, ეს საკითხები, ეტიკეტის საკითხები, ასე დავარქვათ. ცდილობის საკითხები. ეს არის წმინდა წერილის ნაწილი. აი წმინდა წერილის ნაწილი. და ეს სასულიერო პირებმა ამაზეც უნდა გააკეთოთ აქცენტი და აჩვენოთ და შიდა არცობრივად უნდა ასწავლოთ ჩვენ შვილებს რა ნიშნავს პატივისცემა უფროსის, მშობლის, მეგობრის. რაში გამოიხატება ეს პატივისცემა? თუნდაც აი ეს ფრაზა როგორ უნდა მომოვიქცეთ? პირდაპირ არის ამაზე წმინდა წერილი ამბობს, რომ არ უნდა ზედმეტად არ უნდა დამიო და თქვათ უკულტუროდ არ უნდა ჭამო. წმინდა წერილი აყალიბებს ამ ყველაფერს და ამაზეა საუბარი და ეს ყველაფერი ანუ ჩვეულებრივი ნორმა იყო საზოგადოებისა, ეს კი ამაზე ნაკლებად არის საუბარი. და ბავშვებო, თქვენ უნდა იცოდეთ ეს ნორმები, ეს კი არ არის მარტო ასე ვთქვათ ლამაზად დავდექი და ლამაზად დავდექი. არამედ ამაში არის ადამიანის ფორმირების შინაარსი, ადამიანის სახის და ადამიანთა შორის ურთიერთდამოკიდებულების. თქვენ უნდა იცოდეთ ამ. მე ვფიქრობ, რომ მამამ ვასილი და დანარჩენი მამებიც ამას კარგად აგიხსენებენ და დაგანახებენ შინაარსს წმინდა წერილის ამდრდებობითი, თქვათ, ადამიანის ფორმირების პროცესში, ამდრდებობითი ფუნქციის ადამიანის ფორმირების პროცესში. კიდევ ერთხელ ყველას აღვროცავთ ალბობას ერთგვარ დღევანდელ დღეზე და გისურვებთ ღვთის შეტევასა და წყალობას. ჩვენთან არც ღმერთი. ორიოდეს უთითმეთ ეგეთთან თავს ისევი. ვიქცი მინდა რომ
მადლობა ღმერთს უთხრა, ესე იგი რომ ეს დღევანდელი დღე რომ შედგა. და მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში. უამრავი ადამიანი იყო ჩართული, ზოგი დილიდან ზაღაომდე აქ იყო, ზოგი შუაღამემდეც აქ იყო, ზოგი საერთოდ არ ჩანდა ფიზიკურად, მაგრამ ისიც აქ იყო, ისე როგორც მას ზოგი ფიზიკურად, ზოგი მატერიალურად, სულიერად და მე ასე მიმაჩნია რაღაცნაირად, რომ ეს არ არის არც თქვენი და არც ჩვენი საქმე, ეს არის ღვთის საქმე და მადლობელი ვარ მე პირადად, რომ ამ საქმეში რაღაცა პატარა მეც გამაკეთებინა, თავისი მადლობა. ეს არის ესე უყურებ ამასთან. მადლობა ღმერთს, მადლობა თითოეულ თქვენთაგანსა. მე ხელახლა აღარ გამოვყოფ, ესე იგი, კონკრეტულად არ დავასახელებ არავის, რადგან რა ვიცი საბოლოო ჯამში ჩვენ ესე იგი უფალმა ქვრივის ორი ლეპტას ხო შეიწირა. ვიღაცა შეიძლება გაიარა და თქვა, რომ ღმერთო შენ უშველო და მეტი ვერაფერი ვერ შეძლო. მაგრამ ღმერთმა ამით შეიწირა. მე მადლობა შეუღლები ყველა იმ ადამიანს. მე მადლობა მოგწეს, რომ ერთად გვაკეთებინოს. მადლობა მეუღლე ანდრიას პირველ რიგში, რომ მენდოდა ამომიშვა და როდესაც აქ მოვდიოდი, მეუღლეს უთხარი, რომ შეძლება როდესაც ვკითხა. ეს საათი წინი თერთმეტი უთხარი, რომ მე ვეცდები, რომ ღვთისა და თქვენი ერთგულება, ნდობა გავამართლო მეთქი. მე დღესაც ვცდილობ და ამის შემდეგაც ღვთის მადლით ვეცდები, რომ ეს ნდობა გავამართლო. სადიდით წელს მეუღლე ანდრიას უსწავლდა 27 წელი მღვდელმთავრობით. თქვენ იცით, რომ მეუღლე ანდრიას წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს არის ეპისკოპოსად ნაკურთხი 18 ოქტომბერს. ჩვენ ვიცით, რომ მას ძალიან დიდი სასწრაფო აქვს წმინდა გრიგოლ ხანძთელისა და ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი სამრევლოდან მცირე არ არის, ხათი დიდია ყოველთვის. მას ჩვენი მოგზაურობა საჭირო უნდა, რომ ასევე მინდა ასევე მინდა აღნიშნო ჩვენი უფროსი მეგობრის ბატონი ზაურის წელს შეუსრულდა მძვალი თარიღი 80 წელი შეუსრულდა დაბადებიდან. ჩვენ მინდა რომ ესე იგი შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პირის და ხილის თანაზიარია ისიც არის და სუჭარბებიც არის. მაგრამ მინდა აღნიშნო კიდე ერთი რამ, რომ პირადად მეც და ჩვენ სამრევლოში ბიჭებს ბევრი რამე გვასწავლა თავისი გამოცდილებიდან. თუნდაც ის როგორ უნდა ააშენოთ, როგორ უნდა გამართოთ, როგორ ძალიან ბევრი რამე ამას რაც გამოთვლით. ჩვენი მოგზაურობის საჩუქარი ჩვენი სამრევლოდან მინდა რომ და მეუღლე ანდრიას ლოცვა-კურთხევით მინდა რომ ჩვენი მასწავლებლები ვინც გვერდში დაგვიდგნენ, ალბათონები მანანას მიადაშვილი და ქეთევან გოგოჩური, ნიკოლოზ ნებიერიძე სულ პირველი იყო ის ჩვენ სამრევლოში მოვიდა როგორც მასწავლებელი და ძალიან დიდი მადლობელი ვარ. მადლობა ბავშვი. Theodor Dostoevsky ამბობს, ბავშვებთან ურთიერთობითო სული იკურნებაო. მეუღლე ამბობს ხოლმე, რომ ჩვენ უფრო მეტ ვაძლევენ ბავშვები, ვიდრე ჩვენ ვაძლევთ მას. ამიტომ მადლობა გიხდით ამხელო. მადლობა.